საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონების განვითარებასა და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელში უწყობს პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრუქტურულ ერთეულებში ოპტიმიზაციასაც. მანდა მნიშვნელოვანი შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან, სახელმწიფო რწმუნებულებთან და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან. ყველა მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ, მათ შორის იმას, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს გრძელვადიან პერსპექტივაში მუნიციპალიტეტების განვითარება, ქონდა საუბარი ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კოორდინაციის საკითხებზე ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება სამინისტროების მხრიდან ადგილობრივ დონეზე და რა თქმა უნდა აქ არის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტების ჩართულობა, ასევე შევეხეთ სოციალური დახმარების საკითხებს და აქ მუნიციპალიტეტების ჩართულობას, როგორც მოგეხსენებათ, საჭიროა ამ ბაზების გადახედვა და ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ ბუნებრივია მუნიციპალიტეტების ჩართულობით და ასევე ყურადღება გავამახვილეთ, რა თქმა უნდა, კორუფციის პრევენციის მნიშვნელობაზე. ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როგორც მოგეხსენებათ და მნიშვნელოვანია ბუნებრივია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც მაქსიმალურად შევძლოთ კორუფციული პრაქტიკის პრევენცია.